საბოლოო დროს სოციალურ ქსელებში და პაციენტებისგან ხშირად მესმის, სტრესის გამო კორტიზოლი მაქვს მომატებული და ალბათ ამიტომ ვსუქდები. თუმცა ეს მითი და არასწორი ინტერპრეტაციაა. კორტიზოლი მართლაც არის სტრესის ჰორმონი. ის დღის განმავლობაში მუდმივად იცვლება. დილით მაღალია, საღამოს დაბალი. ძილსა და სტრესზე რეაგირებს და ეს ბუნებრივიცაა. თუმცა კორტიზოლის ერთჯერადი განსაზღვრა სისხლში, ან მისი ერთჯერადად მომატებული მაჩვენებელი არაინფორმატიულია. რეალური ჰიპერკორტიზოლიზმი ეს კუშინგის სინდრომია, რომელიც საკმაოდ იშვიათი და მძიმე დაავადებაა. ის ხასიათდება სპეციფიური სიმპტომ კომპლექსით. მართლაც ამ დროს არის მუცლის ტიპის ვისცერალური გაცხიმოვნება, თუმცა თხელი კიდურების ფონზე, ვინაიდან ხდება კუნთების ატროფია და ასევე ვითარდება კუნთების სისუსტე. ამ დროს იმატებს არტერიული წნევა, გლიკემია სისხლში, ირღვევა მენსტრუალური ციკლი, რასაც თან ახლავს აკნე და ჰირსუტიზმი. ახასიათებს მთვარისებური სახე, ყუზის განვითარება კისერზე, იისფერი სტრიები, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ჩვეულებრივი სიმსუქნის თანმხლები ან урსულობის შემდგომი სტრიებისაგან. თუ ექიმი ეჭვს მიიტანს კუშინგის სინდრომზე, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება 24 საათიან შარჩი კორტიზოლის განსაზღვრა, სუპრესიული ტესტების ჩატარება და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის განსაზღვრა და არა ერთჯერადა კორტიზოლის ანალიზი. თუ დადასტურდა ჭეშმარიტი ჰიპერკორტიზოლიზმი, ამ შემთხვევაში გვჭირდება რადიოლოგიური კვლევები, თირკმელზე და ჯირკვლის ვიზუალიზაციისთვის რეკომენდებულია კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, ხოლო ჰიპოფიზის სტრუქტურული დარღვევების აღმოჩენისთვის თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია.